მოგესალმებით მეგობრებო, მე ვაჟა ვარ. მოკლედ მოვიცალეთ დიდი ქაოსის და დაღლილობის ესქეთოა. დაღლილობის შემდეგ გადავწყვიტეთ მოკლედ უბრალოდ რომ მაგით მინდა დამეწყო, რომ პირველად ვართ ევროპის ქვეყანაში ჩამოსულები. პირველად გადავწყვიტეთ ისეთი რამე და ჩვენი აზრი და იდეა იყო ის, რომ გადაგვეღო ყველაფერი, რა გზას გავივლით წამოსვლამდე გზაში და შემდგომ აქ. შემდგომ აქ ყველაზე დიდი პროცედურები იქნება გასავლელი და ყველაფერს ვეცდებით, რომ გადმოგცეთ დეტალურად რა, როგორ, რანაირად და ასე შემდეგ. ეხლა ჩავჯექით მატარებელში და მივდივართ ზელიონა გორაში. მოკლედ თავიდან რომ დავიწყოთ, გვინდოდა სამუშაოდ წამოსვლა ჩვენ ქვეყანაში ცუდი ვითარების შექმნის გამო სამწუხაროდ, სამსახურის დაკარგვის და არქონის გამო კიდევ შექმნილი სიტუაციის გამო ესე რომ ვთქვა და ადვილად გასაგები იყოს თქვენთვის და ყველასთვის გასაგებია, ვინ საქართველოშია ახლა საქართველოსთან ვიყურებს, ვიცით ძალიან კარგად გაცხრება და როგორი სიტუაციაა. მოკლედ გადავწყვეტ წამოსვლა. თავიდან ჩვენი იდეა იყო და გავიგეთ ესე რომ ვთქვა გერმანიის შესახებ, მაგრამ არ ვიცოდით მაგ მომენტში რომ პოლონეთის მთავრობის და საქართველოს მთავრობის შეთანხმებით კეთდება ესეთი რაღაც, რომ საქართველოს მოქალაქეებს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის და კიდევ 2 თუ 3 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ოფიციალურად სამუშაო ვიზით, სამუშაო მოწვევით უბრალოდ ჩამოვიდნენ და იმუშაონ მინიმუმ 3 თვე ოფიციალურად ეს ყველაფერი და არალეგალურად და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდება უბრალოდ პოლონეთში, მხოლოდ და გერმანიის შემდეგ ნახეთ ვაკანსია, ესე უბრალოდ საიტზე მოვიძიეთ, გადავამოწმეთ, იყო თუ არა ნამდვილი, იყო თუ არა სანდო, ვინ მუშაობდა ამაზე, რატომ მუშაობდა, ასე შემდეგ და გაიგო ის რომ შესაძლებელია ჩვენი წასვლა. რამდენი ხნის უკან გადავწყვეტეთ? 1 თვის უკან დაახლოებით ეს ვიდეო იწერება, ეხლა დღეს არის 29 დეკემბერი. 1 თვის უკან, 1 თვეში 2 კვირა უნდა და მოწვევის ჩამოსვლას და 2 კვირაც არ დაჭირდა. გარკვეული თანხა დაჭდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. თანხას არ დავასახელებ და არც იმ კომპანიას დავასახელებ, ვინც გაგვიმართა ხელი ესე რომ თქვა და დაგვეხმარა და დაგვაყვალიანა. თუ დაგაინტერესებთ, ვიდეოს აღწერაში დავამატებთ ამ ყველაფერს. იმასაც დავამატებ, რომ ამისგან მიუხედავად, რომ ჩვენ გაგვიმართლა და ჯერჯერობით გზასვლად გავართ და კარგად მივდივართ, არიან ადამიანები, ვინც დიდი ხნის უკან ჩამოვიდნენ აქ, დიდი ხნის წინ გაიგეს ეს ამბავი და უბრალოდ არ გავუმართლათ ცუდი ადამიანები შექმნა სამწუხაროდ და დღეს ცარიელზე არიან ესე რომ ვთქვა და უწევთ შრომა და წვალება და ასე შემდეგ. მოკლედ ვინც დაინტერესებით და თუ დააპირებს წამოსვლას, იმედი არავის არ შეგემთხოვათ და თავარია კარგად გადაამოწმოთ ვისთან გაქვთ კონტაქტი, რას საქმიანობენ, ვინ არიან, როგორ გაგესაუბრებიან, თანხას რამდენს მოგთხოვენ, გიღირთ თუ არ გიღირთ და მე მგონი კი არა და ეგ არის ჩემი აზრითაც და ყველაზე მთავარი, რა გინდათ თქვენ, ვინ ხართ, გადაწყვეტოთ თქვენ თავთან და რატომ მოდიხართ აქ. ეგ აზრი უნდა გიტრიალებით ყოველთვის თავში და რაღაც მიზნისკენ უნდა მიისწრაფოთ რა. იმიტომ რომ ამხელა მანძილზე ქვეყნიდან შორს ადამიანების ოჯახის წევრების დატოვება იმის გამო რომ როცა არ იცი რაღაცა რა გინდა და მაგის გამო ამხელა მანძილზე წასვლა და არაფრის კეთება, არაფრის კეთებაში იგულისხმება მარტო გართობა და გართობაშიც ბევრი რამე იგულისხმება და ასე შემდეგ არ არის მიზანშეწონილი და სწორი ჩემი აზრით. აი ამ ყველაფრის გამო რაც მოგიყევით, ხალხის ელემენტარული უინტერესობის გამო თუ არცოდნის გამო თუ არ ვიცი რის გამო გინდათ ისე დაარქვით და ისე მიიღეთ, მაგრამ უნდა გადაგვეხადა დაახლოებით 50 ზლოტამდე ტაქსით ვარშავის აეროპორტიდან ვარშავის ვокზალამდე და გადავიხადეთ სამწუხაროდ 60 ზლოტი. ეხლა ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ 10 ზლოტი არაფერი არაა, ფულის გქონდეთ ჩამოსვლისას და არ იდაგდოთ, მაგრამ უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში ჩამოდიხართ და ზოგმა რო არც მისამართი არ იცის და რა უნდა ზოგმა ისიც არ იცის, ძნელია ძალიან ჩემი აზრით და დრო და თვეების განმავლობაში მერე თუ თავიდან არ დაიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ გამოიზოგოთ თანხა, დათვალოთ,
უფრო იაფად ნახოთ და ივაჭროთ ბევრ რამეზე. მოკლედ ჯობია იგრე და კარგი იქნება თუ დაფიქრდებით მაგაზე რა. ტაქსს რაც შეეხება, შეიძლება არ იცოდეთ, ყველაზე კარგი აპლიკაცია და IAP არის Bolt-ის აპლიკაცია. ბევრს გეწოდინებათ, საქართველოშიც მოქმედებს ეს კომპანია. ანუ არ არის აქ Yandex-ი, არის Bolt-ი. შეგიძლიათ წამოსვლამდე ჩაიწეროთ და აეროპორტიდან გამოსვლისას დაგხვდებათ ტაქსი და დაახლოებით 50 ზლოტად თუ გენდომებათ, როგორც ჩვენ ვარშავის ვокзалზე მოსვლა, მოგიყვანთ დაახლოებით 50 ზლოტად ვარშავის ვокзалამდე. ბილეთის ფასს რაც შეეხება, გითხარით უკვე 28 ზლოტით მეტი ჯდება და კონკრეტულად ეს ბილეთი რაც შევიძინეთ ჩვენ არის ერთი ბილეთის ფასი 73 ზლოტი, ანუ დაახლოებით 62-65 ლარი. ნომრებზე მინდა გითხრათ, roaming-ი ჩავთეთ, უბრალოდ ძვირი ჯდება, ვინც იცით და ვიყიდეთ აქ, Orange არის ესეთი ოპერატორი. 6 გიგაბაიტი არის 2 კვირა და 5 ზლოტი გაქვთ ბალანსზე 31 წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ან 5 ზლოტი ღირს თვითონ Orange-ის ოფისში სიმბარათი და სიმბარათის რეგისტრაცია და დაგიყენებენ დაახლოებით ყიდვიდან 1 საათში გაგიაქტივდებათ ინტერნეტის და სალაპარაკოს და SMS-ის და სხვადასხვა რაღაცები. დანარჩენს მე მოგყვებით ეტაპებად. ჩვენს პირველად ვართ. აეროპორტის ხო, მისამართი რომ დაიცოდნენ კორონას დროს. მაინც ხო, ну მოკლედ ანუ ჩვენი დამსაქმებლისგან ანუ მივიღეთ ყველა ინსტრუქცია საერთოდ ნაბიჯ-ნაბიჯ რაც უნდა გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ ასე და გამოვიდა ყველაფერი საზღვარგზეც აქედან იქიდანაც უბრალოდ საქართველოსდანაც და აქაც საზღვარზე პოლიციამ კარგად გაგვატარა ესე რომ ვთქვათ და მთავარი რაც იყო ანუ რეისმა დააგვიანა გაფრენა იმის გამო რომ ხალხი ვერ ჯდებოდა და ვერ წვიტავდა ვინსად უნდა დამჯდარიყო და წუწუნებდნენ და ასე შემდეგ ან მაგის გამო ფრენა დაგვიანდა და პლუს დაგვიგვიანდა აეროპორტიდან გამოსვლა იმის გამო რომ ხალხმა არ იცოდა უბრალოდ ელემენტარული სად მიდიოდნენ მისამართზე, სადაც უნდა გაეტარებინათ 10 დღიანი კარანტინა. ანუ ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე მეტ ადამიანს შეექმნა პრობლემა და ისეთი პრობლემები შეექმნათ, რომ საერთოდ ანუ არ შეუჩეს და გააბრუნეს უკან რა. ну წამოსვლამდე ბევრი შეცდომა არა, მაგრამ შეცდომები დავუშვით. რაღაცეებზე, ელემენტარულ რაღაცეებზე, თუნდაც ბარგის ჩალაგებაზე, თუნდაც საბუთების მოგვარებაზე გვეგონა რომ ნაკლები დრო დაგჭირდებოდა, რაც დაგჭირდა იმასთან შედარებით და ძალიან რთული სიტუაციები შევიქმნა, მით უმეტეს იცით რომ საქართველოში კომენდანტი საათი მოქმედებს 9 საათის შემდეგ. ну საშვის დაშვებაზეც პრობლემა იყო, იმიტომ რომ თითქმის ერთი დღე ვრეკავდით და ყველაფერი გამოფიქრეს და ყველაფერი ჩაიწერეს და გადაამოწმეს და ასე და ასე შემდეგ. მოწვევის შემოსვლის შემდეგ რა იყო? ხო, ბილეთებთან დაკავშირებით ჩვენ სიტუაციას გაგიზიარეთ, ანუ პოლონეთის ავიახაზებმა პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ველოდებოდით ფრენას 24-ში, უბრალოდ 24-ში ვერ მოესწრო და შემდეგ ფრენა იყო 9-ში, მაგრამ 9-ში და 24-ში რიდა ბილეთის ფასი იყო 1200 ლარი და შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ 29-ში დაიდო ბილეთები გაყიდვაში ფასდაკლებით და ვიყიდეთ 1050 ლარად თითო ბილეთი. პლუს 15 დღის დაზღვევა, ხო? პლუს 15 დღის დაზღვევა და გამოვიდა რამდენი? 2120. ორი კაცის მხოლოდ ბილეთი პირდაპირ რეისით თბილისი-ვარშავა დაზღვევით დაჯდა 2130 ლარი. ძალიან კარგად ვიფრინეთ, პირველი ფრენა იყო ჩემთვისაც და ფეთისთვისაც. შტაბეჭდილებები კაი იყო, ემოციები კაი იყო, უბრალოდ ცოტა ვისაც არ გაქვთ ფრენის გამოცდილება, ცოტა თავიდან არის შემაწუხებელი აფრენისას მერე და მერე იჩვევით და ქალაქიც ლამაზია, თბილისიც ლამაზია და ვარშავაც ლამაზია. თვითონ ვარშავაზე რომ მოგიყვეთ
დიდად არ გაგვივლია ქუჩებში და ასე შემდეგ, უბრალოდ აეროპორტიდან პირდაპირ წამოვიდით ვокзалზე და მაღალი შენობები, ტრამვაი რელსებზე, ავტობუსები, ტაქსები, მოწესრიგებული ქუჩები, რავი, ძალიან დიდი დრაივი იგრძნობა ხალხისგან, ესე რომ ვთქვათ და მომსახურე პერსონალზეც გითხარით, რომ გემსახურებიან გულით და იციან ერთმანეთისადმი და ხალხისადმი პატივისცემა აქვთ. თავის საქმეს კარგად ასრულებს. ყველა აკეთებს თავის საქმეს, ხო? ალბათ სოფელში ვართ სადმე. სადაც ვიცი. დიდი ხანია მოგეკიდე. ნო. თანხას რაც შეეხება თქვენ რაც გათვლილი გექნებათ და აუცილებლად წინასწარ უნდა გქონდეთ გათვლილი ყველაფერზე საქართველოსდანვე რომ სად მიდიხართ უნდა იცოდეთ ეგ გითხარით აუცილებელია და პირველ რიგში უნდა იცოდეთ რა იღირება ბინა და 10 დღეზე უნდა გათვალოთ საჭმის ფული უნდა იყიდოთ წინასწარ. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ესე გითხრეს და რომ ჩავალთ აუცილებლად შეგატყობინებთ და გადავიდეთ ვიდეოს თუნდაც რა ვიყიდეთ და როგორ მოვიქცეთ. ვიყიდეთ თუ არა 10 დღის საჭმელი თუ არ ვიყიდეთ, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს ან როგორ უნდა მოხდეს, ან რა უნდა იყიდო რომ 10 დღე გაგიძლოს საჭმელმა და კარგად იყვებო, ესე რომ ვთქვათ, მერვე მეცხრე და მე-10 დღესაც თუნდაც. საჭმელი ანუ ჯერ არ ვიცით, მაგრამ საჭმელი იაფი შედარებით ვიდრე სასმელი და მაგალითად მგზავრობა და ასე და ასე შემდეგ ესეთი რაღაცები რა. ანუ წყალი ღილს დაახლოებით ლარზე რო დავიანგარიშოთ რამდენი გამოდის 2.5 რო ღირდეს 9 ლიტრიანი წყალი და 9 ლიტრიანი კოკა-კოლა რო ღირდეს 9 ლიტრიანი კოკა-კოლა რო ღირდეს დაახლოებით 6 ლარი. ესეთი ფასებია. მაკდონალდსში შევუკვეთეთ მენიუ აპლიკაციით, როგორც საქართველოში ხდება შეკვეთა, იცით ალბათ ბევრმა და 27 ზლოტი დაждდა 6 ამოვნება. ნუ გავძეხით ესე ვთქვათ რა. და აღარ გშია და რა ვიცი, ნორმალური ფასებია. 6 საათი გვიწევს დაახლოებით ეხა მგზავრობა პირდაპირ რეისით ვარშავიდან ზელიონა გორაში. ვინც მომავალში წამოხვალთ და მაგ ქალაქში დააპირებთ წასვლას ან მუშაობას ან ცხოვრებას თუ ასე და ასე შემდეგ, გამოგადგებათ და იცოდეთ რომ არის პირდაპირ რეისი, იმიტომ რომ ჩვენ გვითხრეს წამოსვლამდე რომ უნდა გადამჯდარიყავით ვროცლავში, სხვა მატარებელში სადგურზე და შემდეგ წავიდოდით ზელიონა გორაში. მაგრამ შემთხვევით ვიკითხეთ და აღმოჩნდა რომ არის პირდაპირი რეისიც და ძალიან გაგვიხარდა და არ ვიცით რატომ, არა უფრო იაფი ღირდა პირდაპირ ბილეთი ვიდრე გადაჯდომით. 28 ზლოტით მეტი ღირდა გადაჯდომით. ნუ რატომ არ ვიცი, ალბათ შეიძლება 1 საათით ან 9 საათით ადრე ჩადიოდეს და სხვა გზით მიდიოდეს რა. ეგ არის მიზეზი. ნუ სხვა რა გვაქვს ესეთი. რო ჩავალთ დანარჩენი მერე, თუ ჩავედით პირდაპირ. ნახავთ. რომ დავბინავდებით, უკეთესად დამშვიდებულ აურაზე თუ განწყობაზე მოგიყვებით და გაგაცნობთ, რას შვებით, როგორ შვებით, რას ვაპირებთ, რას გვეუბნებოდნენ და რა დაგვხდა და ასე და ასე შემდეგ დროებით. მეგობრებო, ამ ვიდეოსთვის ბოლო ჩაწერა მექნება. მგზავრობა მოგვიწია 8 საათი, ზუსტად ანუ 3-4 წუთზე იყო გასვლა და 10 რო დააკდება 7 წუთი, და წესი წუთზე უნდა მივიდეს მატარებელი სადგურზე. ჩამოვალთ მატარებელიდან და დავბინავდებით. ჩვენმა მეგობარმა დაგვირეკა და ფასებთან
ფასებს რაც შეეხება პროდუქტის წყალის და ასე შემდეგ ყოველდღიური და პირველადი მოხმარების პროდუქტზე გაგვახარა და გითხრა რომ უფრო დაბალ ფასში შეიძლება შეძენა რაც ჩვენ ნახეთ და აუცილებლად შეგატყობინებთ ყველაფერს დროებით არხი გამოიწერეთ რომ ნახოთ ჩემი ვიდეოები და მაქსიმალურად ვეცდები ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ რასაც მე და ქეთი გავიგეთ და გავუწევთ. კარგად